წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი ასმათ ყაბლაძე ამჯერად მოსახლეობას საბურთალოზე შეხვდა. ლეიბორისტების კანდიდატმა ქალაქის დაგეგმარებაზე ისაუბრა. ყაბლაძის განცხადებით მშენებლობებმა გარეუბანში უნდა გადაინაცვლოს, რადგან თბილისის ცენტრში კორპუსებისა და ავტომანქანების სიმრავლე მოძრაობას აფერხებს. მერობის კანდიდატმა ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების შესაძლო დანგრევასა და საპენსიო ასაკის დაწევაზეც ისაუბრა. ბუმი, რაც იწვევს მანქანების რაოდენობის გაზრდას თბილისში, ცენტრში და ვეღარ მოძრაობა შეჩერებული და ეკოლოგიურად ბინძურდება ამის გამო. ამბობს საკრებულო რომ ხრუშოვკებს დაანგრევენ და არ შეიძლება დაანგრიო, გაიყვანო ხალხი, ჯერ უნდა ააშენო, შეიყვანო ახალ სახლში ეს ხალხი და მერე უნდა დაანგრიო ის პენსიის ასაკია დასაწევი. კი ბატონო, თუ შეუძლია 55 წლის ადამიანს ქალბატონს იმუშაოს კიდე იმუშაოს.